Netflix-ის სერიალი, რომელზეც რატომღაც არავინ არ საუბრობს. და ალბათ იმიტომ, რომ ნანახი არ აქვთ. რადგან ნანახი რომ მქონდეთ, დარწმუნებული ვარ, ასე ურეაქციოდ არ დატოვებდნენ. თავდაპირველად, როდესაც გავიგე, რომ სერიალ რიპლიზე დაიწყო მუშაობა Netflix-მა, ცოტა სკეპტიკურად განვეწყვე. ფიქრობდი, რა საჭირო იყო ამ ისტორიის კიდევ ერთხელ გამეორება ეკრანზე, თან ამჯერად სერიალის სახით. თუმცა როგორ მწარედ შევცდი. ამბავი რაც სერიალშია მოთხრობილი, ერთი შეხედვით თითქოს იგივეა, რაც უკვე გვინახავს ნიჭიერ თომას რიპლში და რენე კლემენტის ფარფლ ნუნში. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სერიალი რიპლი საკმაოდ ორიგინალური და თვითმყოფადია, საოცარი სტილით და დინამიკით. ატმოსფერო რაც სერიალშია გადმოცემული თითქოს და 60-იანი წლების იტალიაში გამოგზაურებს. და ეს თავგადასავალი დამერწმუნეთ არასდროს დაგავიწყდებათ. რადგან ამ ყველაფერს თან ახლავს საოცარი საოპერატორო ნამუშევარი. შავ-თეთრად იტალიას თუ ვინმე ასე ლამაზად ასახავდა, მე ვერ წარმომედგინა. წარმოუდგენელი ვიზუალია ფილმში. გემოვნებიანი და სოლიდური. თვალს რომ უხარია ისეთი. რაღაც მომენტში სიუჟეტში გაპარულ შეცდომებს რომ ამოავსებს კიდეც. ამასთან ერთად შეუძლებელი არ აღნიშნო ენდრიუ სკოტი. მართლაც ღირსეული როლია მის კარიერაში და მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი საუკეთესოც. ასე სიღრმისეულად შეისწავლო პერსონაჟი და გადმოსცე მისი ხასიათი ძალიან იშვიათია. მოკლედ ჯერ კიდევ თუ არ გინახავთ Netflix-ის რიპლი, ვფიქრობ რომ დროა ნახოთ და არ დაივიწყოთ ჩემი გვერდის დაფოლოვება.